მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. პორტუგალიურ მედიაში გიორგი კოჭორაშვილის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო ცნობები გავრცელდა. გამოცემა ლეონინენის ექსკლუზიური ინფორმაციით, სპორტინგი ქართველი ნახევარმცველის გასაშვებად მზადაა და ფეხბურთელის სატრანსფერო ფასიც დაადგინა. ჩვენი ინფორმაციის სპორტინგის ხელმძღვანელობა 5.5 მილიონ ევროზე ნაკლებ შეთავაზებას კატეგორიულად არ განიხილავს. კლუბი მზადაა მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაინტერესებული მხარეების წინადადებები მოისმინოს. სპორტინგს კოჭორაშვილის ტრანსფერი სწორედ 5.5 მილიონი евро დაუჭდა და ლომებს სურთ აღნიშნული ინვესტიცია სრულიად დაიბრუნონ. მათი მიზანია ყოველგვარი ფინანსური ზარალი თავიდან აიცილონ. წერს პორტუგალიური გამოცემა. ცნობისთვის კოჭორაშვილმა სპორტინგის ბოლო რამდენიმე შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. აბოლა ცნობით გიორგიმ დაზიანება ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მიიღო და სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. ქართველმა ფეხბურთელმა კონდიციები უკვე აღიდგინა და გუნდს მიმდინარე კვირაში დაუბრუნდება. სპორტინგს მომდევნო მატჩი ეშჭორილის წინააღმდეგ 28 თებერვალს ელის და სავარაუდოდ გიორგი განაცხადში იქნება. მოგეხსენებათ, გასულ კვირებში 2026-27 სეზონის ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილი გახდა. წილისყრიდან გარკვეული დრო გავიდა, რამაც ჩვენი გუნდისა და მისი მეტოქეების თავკაცებს პროგნოზის გაკეთებისა და მოწინააღმდეგეების შეფასების შესაძლებლობა მისცა. ნაკრებების მწვრთნელებმა საკუთარი ქვეყნის მედიებთან ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ საკმაოდ დაძაბული ჯგუფი შედგა და არც ერთ მათგანს იოლი გასაირნებები არ ელოდებათ. ჩვენი მეტოქეების მწვრთნელებმა ასევე საქართველოსაც ისაუბრეს და თქვეს, რომ მიუხედავად ჩვენი ბოლოდროინდელი პროგრესისა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ჩვენს დასამარცხებლად. ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში ვნახეთ, რომ უკრაინა საკმაოდ რთული მეტოქეა. უნგრეთი ცოტა ხნის წინ ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კარგი შედეგები ჰქონდა. ასე რომ რთული მატჩები გველის. ჩრდილოეთ ირლანდია ბრიტანული სტილის მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია, რომელსაც სურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. თუმცა ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა. საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში. ამიტომ ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ნებისმიერი შანსი, რომელიც ზის ტურნირთან დაგვაახლოვებს, სრული კონცენტრაციით და мотивაციით უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან და იმედი მაქვს ამას სექტემბერში აჩვენებენ. უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარკო როისი. ეს ჯგუფი რა თქმა უნდა ისეთ რთული არ არის, როგორიც ერთა ლიგის წინა ტურნირზე ალიგის ჯგუფი იყო, თუმცა სამი ძალიან რთული მეტოქე ყავს, რომელთა წინააღმდეგაც განსაკუთრებით მძიმე მატჩები გველოდება. ჩვენ ამ მხრივ უპირატესობა გვაქვს, რადგან ალიგაში უნგრეთის გარდა ამ ჯგუფში არც ერთ ნაკრებს არ უასპარეზია. ჩვენ ორ მეტოქეს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს. ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა გაზაფხულზე გაერკვევიან შეძლებენ თუ არა მუნდიალზე ასპარეზობას, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. მათ მუნდიალზე თამაშის შანსი არ აქვთ, რადგან გასულ წელს დიდი ჩავარდნა ჰქონდათ. გვაძლევს ეს რაიმე უპირატესობას? ვფიქრობ კი, საქართველო მძიმე გუნდია და უფრო მძიმე ფორმაში იმყოფება. მგონია, რომ ისინი ყველაზე ნაკლებად სახიფათონი იქნებიან, მაგრამ ამავე დროს საერთაშორისო დონეზე მარტივი მატჩები არ არსებობს. ამიტომ ერთა ლიგის არც ერთი შეხვედრა ადვილი არ იქნება. პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენმა ნაკრებმა განვითარება განაგრძოს. ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი ბოლო წლებში უკრაინასთან გვითამაშია, თუმცა ისინი 2016 წლის შემდეგ არ დაგვიმარცხებია. შესაბამისად, უკრაინა ჩვენთვის ნაცნობი მეტოქეა. მათ ძლიერი და ტექნიკური გუნდი ყავთ, რომლის რიგებში დიდ ტურნირებზე თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელები ასპარეზობენ და ვიცით, რომ ორივე შეხვედრაში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. საქართველოს შესაძლოა ბევრისთვის უცნობი ნაკრები იყოს, თუმცა ბოლო წლებში მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და ძლიერი იდენტობა და თვითრწმენა ჩამოუყალიბდათ. საქართველოს ნაკრების თამაშს საფუძვლიანად გავაანალიზებთ და ამ მატჩებს სრული კონცენტრაციითა და პატივისცემით მიუდგებით.
უნგრეთი Euro 2016-ს გვახსენებს და მას შემდეგ ამ გუნდს უწყვეტი პროგრესი აქვს. უნგრეთი ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ყველა პოზიციაზე ხარისხიანი ფეხბურთელები ყავს. უნგრეთის საშინაო მატჩებში საოცარი გულშემატკივრობაა, რაც ყოველთვის ყველაფერს ართულებს. საერთო ჯამში საინტერესო ჯგუფია. ერთა ლიგა ჩვენთვის ძალიან კონკრეტული და ძვირფასი ტურნირია. თითოეულ მატჩს ამბიციით მივუდგებით, რომ მოწინააღმდეგესთვის რთული მეტოქე ვიყოთ და ჩვენს გულშემატკივრებს ისეთი თამაშები შევთავაზოთ, რომლითაც იამაყებენ. უკრაინის მთავარი მწვრთნელი. ვფიქრობ, ყველა გუნდი ძლიერია. სამწუხაროდ ისევ საქართველოს წინააღმდეგ გვიწევს თამაში. თუმცა ჩვენ ისინი ბოლო წლებში დავამარცხეთ. ამიტომ ამ სცენარის გამეორება შეიძლება. ვფიქრობ, თანაბარი ჯგუფია. საჭიროა რომ მოვემზადოთ და მაღალ დონეზე ვიასპარეზოთ. ყველაზე უსიამოვნო მეტოქე რომელია? არ ვიცი. არ მინდოდა უნგრეთთან მოვხვედრილიყავით, მაგრამ ვეთამაშებით და ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უნგრეთი ჩემთვის უცხო ქვეყანა არ არის, მაგრამ არ ვიცი იქ როგორ მიმიღებენ. მხოლოდ ჩემს გუნდზე ვფიქრობ. ჩრდილოეთ ირლანდიაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ ქვეყანასთან გადაკვეთა არ ვქონია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ისინი Euro 2024 წლის შემდეგ დავამარცხეთ, მაშინ როცა ქართველები თავისი ფორმის პიკში იყვნენ. ვფიქრობ, ჭკვიანური მიდგომით მათი დამარცხება არ გაგვიჭირდება. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი 2026 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ჯგუფის გამარჯვებულები ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის ალიგაში დაწინაურდებიან, ხოლო მეორე ადგილოსნები ალიგის მესამე ადგილოსნებთან პლეი-ოფში იასპარეზებენ. მეოთხე ადგილზე გასული გუნდები C-ლიგაში დაქვეითდებიან. მესამე ადგილოსნები კი C-ლიგის მეორე ადგილოსნებთან პლეი-ოფში შეეცდებიან ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ლიგა 2-ის 24 ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა ბოლოს წინა ადგილზე მყოფ ლავალს უმასპინძლა და 2-1 გაიმარჯვა. მესამე წუთზე მწვანეებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ზუსტად ზურიკომ შეასრულა. ეს ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში ქართველი გარემარბის მე-11 გოლია. ზურიკომ 89 წუთი ითამაშა და სოფასკორისგან 7.2 ქულა შეფასება დაიმსახურა. ქართველი შემტევის სტატისტიკა ასეთი იყო: 1 გოლი, 1 საკვანძო პასი, 3-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 36-დან 30 ზუსტი პასი, 2 დარტყმა კარში, 1 დაბლოკილი დარტყმა, 51 შეხება ბურთთან და 2-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა. მატჩის დასრულების შემდეგ ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა Le Equipe ქართველი ფეხბურთელის შესახებ დაწერა. პირველი გოლი საკმაოდ მალე ტრამვიდან დაბრუნებულმა ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. ის მიმდინარე სეზონში სენტ-ეტიენის მხსნელად იქცა. ქართველმა მე-20 ჩატარებულ მატჩში მე-11 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ სტასინის გოლების გატანა უჭირს, ზურიკო აქ არის და ფორმაში შევიდა. ის ახლა ბომბარდირთა დავის სამეულშია. შაბათს საღამოს სენტ-ეტიენის გულშემატკივართა ტრიბუნის წინ 24 წლის ზურიკო დავითაშვილი სიხარულით ხტუნავდა. გარდა გამოცემისა შეხვედრის შემდგომ ვარჯიშზე გუნდში არსებულ სიტუაციასა და საკუთარ ფორმაზე ქართველმა მოთამაშემაც ისაუბრა. ზურიკო დავითაშვილი: რა თქმა უნდა, ვამაყობ ჩემპიონატში ამ ახალი გოლით. ამისთვის ბევრს შრომობ, მათ შორის ვარჯიშებზეც, სადაც პენალტების შესრულებაზე ვმუშაობ. ეს პოზიტიურია, იქნება ეს უშუალო თამაში გოლებით, პასებით თუ დაცვის დახმარებით. ვალდებული ვარ გუნდს სარგებელი მოუტანო. პირადად მე როცა თამაში თავისუფალი სივრცეები მაქვს, ბედნიერი ფეხბურთელი ვარ და კიდევ უფრო ბედნიერი ვარ მაშინ, როცა გუნდი იგებს. ყველაზე მთავარი სწორედ ისაა, რომ გუნდმა მატჩები მოიგოს. ჩვენ შევასრულეთ საღამოს მისია და ჩემპიონატში 3 ქულა მოვიპოვეთ. თუმცა შინაარსობრივად მეორე ტაიმი ჩვენთვის რთული გამოდგა. მომდევნო მატჩისთვის ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენს ძლიერ მხარეებზე უნდა ვფოკუსირდეთ და ამ გზით გავაგრძელოთ. თუ მატჩებს მოვიგებთ, ყველაფერი კარგად იქნება. მატჩის წინ მწვრთნელთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ ბურთის ფლობა და კონტროლი უნდა დაგვებრუნებინა. ეს თავიდან გამოგვივიდა, მაგრამ შემდეგ გართულდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემი აზრით დაღლილები ვიყავით. არ ვიცი ეს როგორ ახსნა. ამ თემაზე ერთად მოგვიწევს საუბარი, რადგან მართალია, რომ ტემპის აგზნობად დავაგდეთ. ჩვენ უნდა შევგეგმოთ ჩვენი კარგი თამაშის პერიოდები 60-70 წუთამდე გაღანგრძლივება. შეგახსენებთ, დავითაშვილმა ლიგა 2-ში 20 მატჩი ჩაატარა, სადაც თავით 11 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა. ასევე საფრანგეთის თასზე ნიცას გაუტანა. საერთო ჯამში ამ სეზონში მის აქტივში 12 გოლია. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეოს ამ ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.